რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ და რაც თავარია, გამოგვეხმაურეთ. ნებისმიერ ფორმატით. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ზუსტად იმ დღეს, როდესაც შეუაერჩიეს საქართველოს პატრიარქად, გასკდა ამბავი, რომ ევროკავშირი კირილე გუნდიაევსა და მის გუნდს დიდ ბლაღოჩინებს სანქცირებას უპირებს. გუნდიაევსა და მის რაზმს სავარაუდოდ შეიყვანენ 21-ე სასანქციო სიაში, რომელს მუშაობა უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირა დასჭირდება. დოკუმენტს, როგორც ბრიუსელში ვარაუდობენ, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში წარადგენენ. რუსის მთავარი მღვდელი ევროპას დიდი ხანია მიზანში ყავდა ამოღებული, მაგრამ აქამდე ვერაფერი უქნა, რადგან კირილეს მკერდით იყო გადაფარებული ვიქტორ ორბანი. ორბანს კი თუ ნანახი გაქვთ ჩემი ადრინდელი პოდკასტები, ბუდაპეშტში ეჯდა ძველი ძმაკაცი, მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო განყოფილების ყოფილი უფროსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. ხო, ჩვენი ილარიონ. ილია მეორის ყოფილი სტიქაროსანის სიონში. მოკლედ, ორბან შეგეძლო დაგეთანხმებინა ყველაფერზე, მათ შორის პუტინის სანქციებზეც. ოღონდ კირილებს არ უნდა შეხებოდნენ. მაგრამ ახლა ორბანი მოკესტილია და გზა თითქოს ხსნილია. ხო ჩაგესმათ უცებ ალტინფოებისა და ნადეჟდების წყევლა და კრულვა, როგორ ებრძვიან ევროპა და დიპსტეიტი მართლმადიდებლობას და როგორ აარჩიეს მისი უწმინდესობა პატრიარქი კირილე მთავარ სამიზნედ. მგონია რომ ამაზე შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესაც ეკნებათ საკუთარი აზრი, თუ კი ჟურნალისტები არ დაიზარებენ და ჰკითხავენ. რა დააშავა გუნდიაევმა, რომ სანქციები დაუწესონ? მაგალითად ეს. Что если кто-то движимый чувством долга თუ ვინმე უერთგულებს სამხედრო ფიცს და დაიღუპება, ის რა თქმა უნდა მსხვერპლად შეეწირება სხვებს და ამიტომ გჯერა რომ მსხვერპლი მას ჩამორეცხავს ადრე ჩადენილ ყველა ცოდვას. Что эта жертва смывает все грехи, которые человек совершил. და დააშავა კიდევ ეს. Когда зло отнимает жизнь. რა უნდა ითქვას მცნებაზე არაკაცკლა, გვეუბნებიან ოპონენტები. როდესაც ბოროტება ადამიანებს სიცოცხლეს ართმევს, როდესაც მტერი ქალების, მოხუცებისა და ჩვილების სიცოცხლეს ემუქრება, მაშინ სწორედ უმოქმედობაა დაუშვებელი. ის კი, ვინც მამულის დასაცავად დგება, უნარჩუნებს სიცოცხლეს სუსტებსა და დაუცველებს, ზუსტად ის ასრულებს მცნებას, არაკაცკლა. კირილემ ამ წლების მანძილზე კიდევ ბევრი დააგროვა, რის გამოც სანქციებს იმსახურებს, მაგრამ სანამ ევროკავშირი ვერ ათანხმებდა მის სახელს, ცალკე სახელმწიფოებმა მაინც შეიყვანეს სასანქციო სიებში. პირველი გახდა ჩეხეთი, რომელმაც საერო სახელი ჩაწერა, ვლადიმერ გუნდიაევი. იგივე ექნეს ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, კანადამ და ავსტრალიამ. 21 პაკეტში კირილესა და სხვა ბლაღოჩინების გარდა ევროკავშირი ალბათ შეიტანს კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ უკრაინიდან მოპარული ხორბლით. გახსოვთ ხო? ბორინ კარადნოი, ალი უზდენოვი, დავით ხიდაშელი, ღარიბაშვილი, ევტუშენკოვი, ივანაშვილი. ალბათ გახსოვთ. კიდევ ახალი სანქციების სიაში ჩაწერენ რუსულ ბანკებსა და სამხედრო საწარმოებს და ეცდებიან, რომ აუგზავნონ ევროპულ პორტებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემების მიღება და მომსახურება. საბერძნეთი რთულ პოზიციას იკავებს, მაგრამ გეგმა არის. ამ გეგმას ყველა წევრთან შეთანხმებას და მერე გაკეთება სჭირდება. ორბანის აღარ ყოფნაში ფიცოს მომსახურების პასი მოსკოვისთვის ალბათ გაორმაგდა ან გაათმაგდა. სლოვაკეთის პრემიერი ახლა წითელ მოედანზეც კი ვნახეთ ჩასული, მაგრამ ფიცო მაინც ვერაა ისეთი თავგადადებული მებრძოლი ევროკავშირთან, როგორც იყო თვით ვიქტორ ორბანი. თან ახლა მარტო დარჩა და არავის გონია, რომ ძველი რიხით გააგრძელებს ამ შეტევას. ხო და სანამ დროა, მის სანქცირებელი კრემლშიც უნდა მისანქცირდეს და ხრამხრის და სპასიწელაშიც. იმ ხალხს, ვისაც ნადეჟდამ, შალავატევემ და სხვა პროპაგანდონებმა ცივი შხაპი გადაგასხათ, ევროპა პუტინთან პირდაპირ დიალოგს იწყებსო, ფინეთის პრეზიდენტმა აღიარაო, ახლა თბილი შხაპი უნდა გადაგასხათ. ალექსანდრე სტუბმა ნამდვილად თქვა საჭიროა დიალოგიო, მაგრამ მთავარი მოტივია რატომ თქვა. და რა გამოვა მერე ამ საქმიდან. მოდი სრულ ფრაზას მოусმინოთ. შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ აღარ შეესაბამება ევროპის ინტერესებს. ამიტომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი დიალოგი უნდა წამოიწყონ. არ ვიცი როდის მოხდება. ევროპელ ლიდერებს ვესაუბრეთ, მაგრამ ჯერ არც ის ვიცით, კერძოდ ვინ უნდა დაამყაროს ასეთი კონტაქტი.
რამდენიმე დღით ადრე პუტინმა თვითონ თქვა, მოდი დავიწყოთ დიალოგი და მომლაპარაკებლად გერჰარდ შროდერი გამომიგზავნეთო. მგონი მე ყველა ევროპელმა ლიდერმა და საგარეო საქმეთა ministrმა ჩათვალა საჯაროდ მიესხა რუსის დიქტატორისთვის, რაღა შროდერი გაგვიგზავნია ამისთვის და რაღა პირდაპირ ჩაგვიბარებია მთელი უკრაინა, მთელი ევროპა, ბრიუსელი ან მადრიდიანადო. მოკლედ არაო რა. მაგრამ ევროპელები გრძნობენ, რომ ამერიკის დისტანცირება სიცარიელეს ქმნის და რუსს რომ დაასწრონ, ახლა ურჩევნიათ ეს სიცარიელე თეავად შეავსონ. უსაფრთხოებაში, სამხედრო მზადყოფნაში, სამხედრო ეკონომიკაში, სწრაფი რეაგირების მექანიზმში, სწრაფი კოორდინაციის მექანიზმში, აი ყველაფერში, სადაც კი რუსი სისუსტეს ეძებს, რომ მერე დაარტყას. ჯერ მოსაფიქრებელია საგანგებო მომლაპარაკებელს შევარჩევ თუ ლიდერთა ჯგუფსო, ამბობს ფინეთის პრეზიდენტი. ამავე ინტერვიუში ალექსანდრ სტუბი უკრაინული ომის განვითარების 3 სცენარს განიხილავს. ომის გაგრძელება, ზავი, ან ერთი მხარის ჩამოშლა და დამარცხება. არ მგონია, რომ სამშვიდობო შეთანხმების შანსი არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში წელსო, ამატებს ფინეთის პრეზიდენტი. და აბა რა გამოდის? რა უხარია ქართულ პროპაგანდას? სხვათა შორის მგონი რუსულზე მეტად, რადგან იქ უფრო გონიერი ადამიანები ყავთ დასაქმებული და მე მგონი ხვდებიან, რას ნიშნავს დიალოგი სტუბისნაირ ანტირუსულ ტიპაჟებთან. Нам абсолютно понятно, что მოსკოვი გამორიცხავს ევროკავშირის მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. ისინი მოგვიწოდებენ შეჩერებისკენ, ცეცხლის შეწყვეტისკენ, მშვიდობისკენ. სინამდვილეში კი ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტის მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად და ღიად აცხადებენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით მეტხანს გაამახვილებს ყურადღებას რუსეთი უკრაინაზე და მით ნაკლები იქნება ალბათობა, რომ რუსეთი თავს დაესხმება ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს. ხო, გამოდის, რომ პუტინმა დიდებლებს გასახარი არაფერი აქვთ. ტრამპის სახელით მოსკოვში 15-ჯერ გაგზავნილმა მომლაპარაკებელმა მშვიდობა ვერც 1 მილიმეტრით ვერ მოახლოა და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლა აღიარა, რომ ხელი გვაქვს ჩაქნეულიო. ახლა ევროპამ ჩათვალა, რომ ინიციატივის აღების მომენტია. ორბანი აღარაა და მთლიანობას თითქოს ბევრი ვერავინ ემუქრება. ამიტომ დრო შერჩეული ზუსტადაა. მით უფრო თუ იმავე სტუბს მოусმენთ, ვინ იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მთავარი. გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, სკანდინავები და ბალტები. ანუ აი ყველაზე მკაცრები და ყველაზე მკვახეები ტერორისტული რუსეთის მიმართ. და მაგათთან საუბრითა და მოლაპარაკებით, რომ რამეს მოიგებს პუტინი, მშვიდობაში მოახმაროს მეთქია, ახლა უნდა მეთქვა, მაგრამ რა კი პუტინია, ჭირსა და არ გადარჩენაში მოხმარდეს. როცა ვინმე პროჭორვილელი კალოშა გეუბნებათ, ჩალის ფასი აქვს მაგათ რეზოლუციასო, გახსოვდეთ, რომ შიგნით ამ დროს მთელი ქოცი უდუღს. და ახლა მთელი ქოცი უდუღს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დადგენილების გამო, რომელიც შეიძლება ითქვას მაკრონის გუნდმა წარადგინა. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ქართველი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე. ასამბლეა ითხოვს, რომ ეს სანქციები მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, რათა მოხდეს რეაგირება დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამას ახლა სხვა რომ ამბობდეს, უფრო მარტივი ასაკნები იქნებოდა ხელი. ილაპარაკონ ჩვენს რა გვაკვდებაო, მაგრამ საფრანგეთი არა, ფრანგული პარლამენტი. სულ რომ ამოხდე კალოშებიდან გაგიჭირდება და აბრალო, რომ ან დემოკრატია არიციან რა არის, ან სუვერენიტეტი, ან ქუჩის გამოსვლები არ უნახავთ, ან კულტურა არ უარგათ, ან ისტორია. აი, ვზივარ და გულით ანაუგზნობ ქართული ეროვნების რუს პროპაგანდონებს, რომ რაღაც აქვთ სასტრაფოდ მოსაფიქრებელი და გასაშავებელი ყავთ არც მეტი არც ნაკლები საფრანგეთი. განა ერთი კინკილა ელჩი ან დეპუტატი, არამედ მთელი ფრანგული პარლამენტი და ზედმიყოლებული ძმობა, ერთობა და თავისუფლება. კიდე ეროვნული ასამბლეა მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს გადახედონ საქართველოსთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას და შეაჩერონ ნებისმიერი საბიუჯეტო მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას. მანამ სანამ აღნიშნული კანონი არ იქნება გაუქმებული და რეპრესიები არ შეწყდება. ეროვნული ასამბლეა გამოთქვამს სურვილს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე. ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება. შალვა პაპუაშვილი ამოსაქო კი ირაკლი კობახიძე. ხო, ირაკლი ზარქოა, გლეჩს ისეთ ფრანგულს ლაპარაკობს. კრასატულეჩკა რუსულზე უკეთესაც კი. მაგრამ აზრები ვიღამოდა ჩაუდოს ამათ თავში. ვინ უნდა უთხრას რა თქვან? მე ვიცი.
თქვით რომ კალოშებზე კიდიათ ვიღაც ბაყაყეჭამია საზრში რომელსაც ცოლი ურტყამს და მე ფინგალი დადის და მოუწოდეთ ხვიჩა კვარაცხელიას 2 ავტოგოლი შეაგდოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ საფრანგეთის საამაყო გუნდმა სახელოვნად წაასხას. აი ეგ იქნება ნაღდიშურის ზება თუ იქნება. ეს იყო ვაშე გადაცემის გამოშვება. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, вообще, когда